ჩვენ გამოდივართ ძირითადად ჩვენ ბინათმოსარგებლითა კანონის წინააღმდეგ, რომელიც 1998 წელს დაიდო და თითქოს ამ კანონს უნდა მოეწესრიგებინა ურთიერთობა ეგრეთ წოდებულ მოსარგებლესა და ბინით მესაკუთრეს შორის, მაგრამ ეს კანონი, რომელიც სპეციალური კანონი იყო, აი ამ კანონმა პირიქით წარმოშვა დავების მაპროვოცირებული გახდა ეს ეგრეთ წოდებულ მესაკუთრეს და ბინათ მესარგებლებს შორის. ვითხოვთ თავშესაფარს, ჩვენ ახალ ბინებს არ ვითხოვთ და ახალ ის ბინები რაშიც ცხოვრობთ, იმის დაკანონება გვინდა. არ გვიკანონებენ, არ უნდათ ამ პრობლემის მოგვარება, ამიტომ აღარ გვინდა საქართველოში ცხოვრება. გვინდა თავშესაფარი, მოგხვედო სხვა ქვეყანა. 2 წელზე მეტია უკვე ჩვენი ორგანიზებით თბილისში იმართება ბინათმოსარგებლების, ანუ აცტუპნიკების საპროტესტო აქცია. ერთადერთი მოთხოვნით ამ ხალხს დაუკანონდეთ ის ფართები, რაშიც აქვთ თანხა გადახდილი და წესით ეს ფართები უნდა იყოს მათი საკუთრება. ეს პრობლემა არსებობდა ყველა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაში და იქ გადაწყდა ხანდაზმულობის გზით, ანუ გადაეცათ საკუთრებაში ბინათმოსარგებლების ფართები. ერთადერთი ეს პრობლემა რჩება საქართველოში, მათ შორის წინა ხელისუფლებას, წინა საარჩევნო დაპირებებში ჩადებული ქონდა, რომ ამ პრობლემას გადაწყვეტდა ბინათმოსარგებლეთა სასარგებლოდ, მაგრამ როდესაც ისინი მოვიდნენ ხელისუფლებაში, პრაქტიკულად პრობლემად რჩება.